მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას მომავალი კვირის პროგნოზზე. რა ტენდენციები გვექნება ჩვენ მომავალ კვირას 6-15 იანვრის ჩათვლით. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. მანამდე კი მე გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, დამიკომენტაროთ და დამილაიქოთ. რათა არ გამოგრჩეთ ახალი გაშლები ჩემი. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. როგორი იქნება ჩვენი მომავალი კვირა? ნახოთ, რა ტენდენციები იქნება. პირველი ვარიანტი და ნახოთ, პირველი ვარიანტისთვის რჩევა პირველებისთვის და ნახოთ, როგორი იქნება ეს კვირა, მომავალი კვირა მეორე ვარიანტისთვის. და ნახოთ მეორეების რჩევა. ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, რჩევა მათთვის. ნახოთ პირველებისთვის. მეგობრებო, თქვენ შეიძლება ამ კვირაში არჩევანის წინაშე დადგეთ. შეიძლება ეხებოდეს ორ საქმეს. შეიძლება ეხებოდეს ეს ორ სასიყვარულო პარტნიორს და რომელიღაცასთან მოგიწიოს რომელიღაციდან არჩევანის გაკეთება. ან ორი საქმე ერთობლივად გქონდეთ წამოწყებული. თქვენთან პირველებო ფიგურირებს არჩევანის თემა. რაღაცა არჩევანის გაკეთება მოგიწევთ თქვენ პირველებო და რჩევა იქნება თქვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ იცით და გგონიათ, რომ თავგზააბნეული ხართ და ვერ აკეთეთ თქვენ აი ამ არჩევანს, უნდა დაფიქრდეთ, გონებით უნდა იმოქმედოთ და კიდევ ერთ რჩევას ამოვიღებ თქვენთვის, რადგან ძალიან დაბნეულები ხართ პირველებო. რჩევა, კიდევ ერთი რჩევა. რა გააკეთონ აი ამ სიტუაციაში, როდესაც პირველი ვარიანტი არჩევანის წინაშეა. მეგობრებო, უსმინეთ თქვენს გულს. მოდით თქვენი გონება და გული უნდა იყოს დაბალანსებული, თქვენი ფიქრები უნდა მოვიდეს ბალანსში და თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენთვის, აი ამ ორიდან თუნდაც თქვენთვის სანუკვარი სურვილი თუ ადამიანი, რომლის გარეშეც არ შეგიძლიათ, აი ის სურვილი აირჩიეთ, რომელიც თქვენთვის მანათობელი ვარსკვლავივით არის და რომელზეც ძალიან დიდი ხანია ოცნებობთ, ერთმინიშნებას მოგცემთ, რომელიც დიდი ხანია მიუწდომლად გეჩვენებოდათ. სწორედ მოგიწევთ ის სურვილი აირჩიოთ. თუ თქვენ რომელიმე თქვენგანი ავად იყო, ახლა მომივიდა ასეთი ინფორმაცია, აუცილებლად ამ კვირაში სტაბილურობა ექნება ჯანმრთელობაზე. აუცილებლად ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. პირველებო, თუ ვინმეს გაწუხებდათ ჯანმრთელობის პრობლემა, იცოდეთ, რომ ეს მოგიგვარდებათ ამ კვირაში. და ვინც არჩევანის წინაშე დგას და ჰგონია, რომ არ არის გამოსავალი აქედან, მინდა გითხრათ, რომ თქვენს გულს კითხეთ და ის მიგანიშნებთ აუცილებლად თქვენ გააკეთებთ სწორი არჩევანს და დამშვიდდებით. ამ არჩევანის გაკეთება მოგიტანთ დიდ სიმშვიდეს. მადლობა პირველებო და ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტს ცოტა სევდიანი განწყობა აქვს. რა მოხდა მეორეებო? უახლოეს დღეებში, სადაც საკმაოდ დეპრესიული განწყობა გაქვთ. რაღაც ისეთი მოხდა, რამაც თქვენი გუნება განწყობა გააფუჭა. მეორეებო, რამ გაგიფუჭათ გუნება განწყობა, რატომ ხართ ასეთი სევდიანები? დავამატებ
ვინმე მამაკაცმა გაგიფუჭათ განწყობა? შეიძლება ვინმესთვის აქტუალური იყოს ის, რომ შვილის თემა იყოს და შეიძლება ვინმეს ბავშვთან დაკავშირებით აქვს ცოტა ასეთი დეპრესიული განწყობა. შეიძლება მამაკაცთან მიზეზი იყოს აი ამ დეპრესიულობის მამაკაცი. მოკლედ, ცოტა სევდიან განწყობაზე ვართ. მეორე ვარიანტი და რჩევა, აი აქაც რჩევაშიც თითქოს მეგობრებო, თქვენს გარშემო მოიხედეთ. თქვენ უამრავი მიზეზი გაქვთ ბედნიერებისთვის. უბრალოდ თქვენ არ გინდათ უკაცრავად და გაიხედოთ გვერდზე და მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებით და მხოლოდ იმ ერთ ცუდს ხედავთ და ნაწყვეტებით ცხოვრებაზე. მე თქვენ გირჩევთ, რომ გაიხედოთ გვერდზე და დაინახოთ უამრავი მიზეზი, რის გამოც შეიძლება იყოთ ბედნიერი. კიდევ ერთ რჩევას მე ამოვიღებ მეორე ვარიანტისთვის. მეგობრებო, თქვენ კვერთხების დედოფლები ხართ. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ უნდა იყოთ. თქვენ ხართ ადამიანები, რომელსაც შეუძლია გადალახონ 9 ზღვა გადაცურონ და თავიანთ მიზანს მიაღწიონ. ასე რომ მოეშვით სევდიანობას, გასწორდით მხრებში, ჩაიხედეთ სარკეში და შეამჩნიეთ რა მაგარი ადამიანები ხართ, რა ძლიერები ხართ და თქვენ სამყარო გიპასუხებთ იმით, რომ ნამდვილად მოგცემთ იმის მიზეზს, რომ იყოთ ბედნიერი. უბრალოდ ასეთ განწყობაზე თქვენაირი ადამიანი არ უნდა იყოს. მე ორივე ვარიანტს წარმატებას გისურვებთ და თქვენს კომენტარებს ველი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროებით მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით, ჩემო ლამაზებო.